სალამი მეგობრებო. ასეთი კითხვები ხშირად იწერება და ბარემ ეს ერთიანად გეტყვით. დილა მშვიდობისა მამაო, ერთი კითხვა მაქვს პირადში მოგწერთ და მიპასუხეთ გთხოვთ. რა თქმა უნდა, შევეცდები ამას ვუპასუხო სალი მე მგონი. ძალიან ბევრი მწერს მსგავსად და ყველას მინდა დიდი ბოდიში გითხრათ. ჩემს პირად შეტყობინებას გადახედოთ არის 700 შეტყობინება. ზოგჯერ ძალიან სწრაფად შემიძლია თვალი გადავალო ხოლმე ღიათაც ძალიან ბევრს თავიდან ვცდილობ ვუპასუხო, მე ვეღარ ვახერხებ. ამიტომ იცოდეთ, შეიძლება ესე პირადად თუ იმ წამსო ყველას ვერ პასუხობთ, რაღაც მომენტში შევეცდები გიპასუხოთ, მაგრამ ყველას გლოცავთ ისე რომ თქვენ არ იცით. ზოგჯერ შეიძლება უყურადღებობად ჩამითვალოთ, მაგრამ დამერწმუნდეთ ეგრე არ არის. ძალიან მინდა ყველას დაგითმოთ ჩემი ცხოვრება და ამას ვაკეთებ. უბრალოდ ყველასთან ესე უცებ ვერ მოვდივარ, სამწუხაროდ, ლიმიტიდან გამომდინარე. წარმოიდგინეთ დღეში თუნდაც 20 ადამიანს რო უპასუხო და თითო საათი ელაპარაკო ტელეფონით, სხვა საქმე რეალურად არ უნდა აკეთო. მაგრამ გარდა ამისა მაქვს საეკლესიო მსახურებით ივალდებულება ნაწილი, რომელიც ჩემი ცხოვრების წესია და ამის გარშე ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ ვარ მონაზონი, არ მყავს ცოლ-შვილი, ვარ მონაზონი მღვდელი. მეორე ვსწავლობ, მესამე წიგზეც მუშაობ, ისიც ისევ თქვენთვის, რომ დავწერთ, თქვენ გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, როგორც ვიდეოებით გიზიარებთ. ასე რომ თუ უცებ ვერ გიპასუხეთ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ იცოდეთ, ძალიან მიყვარხართ და გლოცავთ და შევეცდები თქვენამდეც მოვიდე. არ გაგიკვირდეთ, ეს შეიძლება იყოს ზოგჯერ 2 თვის მერე. თუ დაგვიანებითაც იქნებათ, მაპატიეთ. გაიხარეთ.